თუნდაც როცა ორი ჯერ კიდევ არის თვალის აი, ნახავ, გავიგებ და მიერი არჩევნების დროს თუ დავარჩევნები და ბოლოს რატომღაც საპარლამენტო პლატფორმას ვიჭირავს ხელში იმისათვის, რომ იმიტომ რომ ესეთი გულისხმიერება გამოიჩინოს, მით უმეტესოცა ჩვენ არს მომგარიშები ეს იქნება საჯარო და რაც გაკეთდა პირდაპირ მიტყვი რომ ეს არის ყველა იმ პროცესში, რომელსაც ეს თქვათ განახორციელებს მე კანონშემოქმედებით პროცესს გულისხმობ პარლამენტში, თქვათ საბჭო, აქ გულისხმობ კანონპროექტების გენდერულ ანალიზს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი ეს თქვათ პოზიციები, მათი ანალიზი, მათი მოსაზრებები ყოველთვის იქნება ასე თქვათ ანგარიშგასაწევი და ჩართული იქნება ეს საზოგადოება აი ამ პროცესში იმ მიზნით და იმ ასე თქვათ სულისკვეთებით, რომ გავზარდოთ პოლიტიკაში ქალთა აქტიურობა. მომზადდეს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც ხელშეუწყობს ქალების პრაქტიკულ ჩართულობას, ასე ვიტყოდი მე, რადგან თუ გამოკითხებით ვიმსჯელებთ, ქალები აქტიური არიან, ამიტომ ახლოვდება არჩევნებიც, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, ისე ადგილობრივი არჩევნები და მანამდე მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები მოწესრიგდეს, რათა ჩვენი ქალები ვიხილოთ უფრო აქტიურად. ეს არის მემორანდუმი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე. ვიცით, რომ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენი ქსელი ემზადება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც შეიძლება მეტი ქალი მოიყვანოს გადაწყვეტილების მიღების დონეზე.